ხშირად ვარვართ არჩევანის წინაშე ისტორიულად. და მე მახსენდება ერთი გულმოკლული ქართველის სიტყვები. ჩვენი ისტორიის მეტაფიზიკა ასე გამოიხატებაო. შენიშნავდა ნიკოლო მიწიშვილი, წახვალ ინანებ, არ წახვალ ინანებ. და ბოლოს ასმიდა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, სადაც არ ვინანებთ. რაც ეს სიტყვები დაიწერა 100 წელი გავიდა მას შემდეგ და ჩვენ ვეძებთ ამ გზას. ვეძებთ გზას, სადაც არ ვინანებთ. სადაც სამშვიდობოს გავალთ. თავს დავაღწევთ ფათერაკებს, წინააღმდეგობებს, თავს მოხვეულ პრობლემებს, ჩვენს მიერვე შექმნილ პრობლემებს და გადავრჩებით. გულდაწყვეტით საუბრობენ იმაზე, რომ კი, მაგრამ ჩვენ ვინ მოგცა არჩევანის უფლება, აგერ ვიღაცა კარნახობს შორიდან, ან ერთი ან მეორე ცდილობს, რომ ჩვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. მე მახსენდება ზურაბავალიშვილი, რომელიც თავის დროზე შენიშნავდა, რომ იყო დრო, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა სტამბულში. იყო დრო, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა ისპაჰანში. იყო დრო, როდესაც ეს ბედი წყდებოდა ლონდონში და წყდებოდა მოსკოვში. ეს არის იძულებითი დილემის წინაშე დადგომა, რომელიც მცირერიცხოვანი ერებისთვის უცხო არაა და არც ჩვენთვის არის უცხო. მაგრამ მე ცოტა სხვა არჩევანზე ვილაპარაკებ. ალბათ იმ არჩევანზე, რომელიც უფრო მეტად გაინტერესებთ თქვენ და უფრო მეტად საინტერესო იქნება ჩვენი გადაცემისთვის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პირველ რიგში ის რისი არჩევა ჩვენ თვითონ შეგვიძლია სხვის დაუხმარებლად და სხვათა ჩაურევლად. მე ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ უმეცხრებასა და ცოდნას შორის. ჩვენ აუცილებლად უნდა ავირჩიოთ განათლების გზა. ჩვენ აუცილებლად უნდა ავირჩიოთ კულტურული აღორძინების, კულტურული რენესანსის გზა. უნდა გამოვიდეთ გარკვეული წვდიადიდან, რომელშიც ჯერ კიდევა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მოქცეული. ჩვენ ეს ხელ გვეწიფება. ჩვენ შეგვიძლია დავეწაფოთ იმ თვალწარმტაც სალაროს, რომელზედაც თავის დროზე ნეტარი ავგუსტინე წერდა და სხვათა შორის რომელზედაც ჩვენი დიდი მამებიც მოგვითხრობენ ხოლმე. შორს არ არის ეს ძვირფასი სალარო, აქვეა, ჩვენს თვალწინაა, გადაშლა უნდა, წაკითხვა უნდა, ჩახედვა უნდა და როგორც ერთი მწერალი იტყოდა, ჩვენ გადავეჩვიეთ ბრძნოლ დუმილს გადავეჩვიეთ. ჩვენ ძალიან ხმამაღლა გვიყვარს საუბარი. ჩვენ ეპატაჟი გვიყვარს. ჩვენ რაღაც უცნაური თავმოწონებები დაგვრჩემდა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ გაგვექცა ხელიდან ის ნამდვილი და ის არსებითი, რომელიც ჩვენ უნდა გვაცოცხლებდეს და რომელიც არაჩვეულებრივ შინაარსს შესძენს ჩვენს ცხოვრებას. მე სულაც არ მესახება ეს რაღაც უცხო მეტაფიზიკურ შორეულ ამბად. დიახ, ჩვენ საკმაოდ კულტურულ ისტორიული რესურსი გვაქვს, კულტურულ რელიგიური რესურსი გვაქვს ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ფეხზე წამოვდგეთ, არა თუ გადავრჩეთ, არამედ განვითარების მწვერვალებამდე ავიდეთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ასეთი რესურსი. ჩვენ გვჭირდება კულტურული ელიტა. აი რა არჩევანის წინაშე პირველი არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორედ ჭეშმარიტ ელიტასა და ფსევდო ელიტას შორის. დიდი განმანათლებლები გვეუბნებოდნენ, ყველასთვის ხელმისაწვდომად გახდომა არაა ჭეშმარიტების ხვედრი, ჭეშმარიტებას მხოლოდ მცირედნი, მაგრამ რჩეულნი ეზიარებიან. ძალიან ხმამაღალი სიყვარულის გამოხატვის ეპოქებს მოვესწარი ჩვენ და ასეთი პერიოდები ყველა ერების ცხოვრებაში დგება ხოლმე. ხო? ზოგი სამშობლოან გამარჯვება, მეფიან სიკვდილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რასაც ჩვენს ერზე დღეს საუბრობთ, ეს მონაკვეთი თავისი ისტორიის ან გაუვლიათ სხვა ერებს, ან მომავალში უნდა გაიარონ, ან დღეს გადიარონ. ჩვენ ვართ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ერი, ხალხი. ჩვენ მოკლებულნი ვართ იმ ჰეროიკულ სულს, იმ რელიგიურ მითოსურ აღდგინებას, რომლითაც ისტორიულად გვიცხოვრია და არა მარტო ჩვენ გვიცხოვრია, არამედ ერები ცხოვრობენ ამით. შეუძლებელი არ დავეთანხმოთ გოეთეს, რომელიც შენიშნავდა, რომ
ადამიანები ძალიან სწრაფად იღლებიან იდეალებისაგან. იდეალების გაელვება იყო სწორედ 80-იანი წლები, როდესაც ნამდვილად აღორძინდა ის, რითაც ქართველი კაცი ისტორიულად თელ ძნელბედობებს უძლებდა და გაიღვიძა იმან, რაზედაც ილია ბრძანებდა, ვისი არ ითქმის სახელით, სხვა თითქოს იმ ბაზალეთის ტბის ის უნდა მოენატროს ქართველს. ყოველ შემთხვევაში ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე თუ იმ ყრმაზე არ ფიქრობ, რომელიც ოქროს აკვანში წევს და რომელიც არის მომავალი საქართველო, რომელიც უნდა იწამო, უწინარეს ყოვლისა უნდა იწამო და რომ არ იწამო, ამისი უფლება არ აქვს, თუნდაც იმიტომ არ აქვს, რომ შენ დიდი წარსული გიდგას უკან. ვინა ვართ ჩვენ დიდი წარსულის, დიდი კულტურული ისტორიული მეხსიერების მქონე ერი, ოღონდ ერთი რამ. დღეს ამ მეხსიერებას მტვერი აყრია. ჩვენ ყველა გვასწავლიდა ქართველი და არაქართველი მოაზროვნე. გვასწავლიდან წმინდანები, წმინდა მამები. აღარაფერს ვამბობ პლატონზე და აღარაფერს ვამბობ დავუშვათ კონფუცზე და არაფერი არაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული მეობა. საჭიროა ეს მტვერისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ისტორიული მეხსიერება. უწინარეს ყოვლისა ინტროსპექცია განვახორციელოთ, საკუთარ თავში ჩავიხედოთ. ვერაფერს ვერ შეუძლია გაანადგუროს მის მიერ შექმნილი არსება ადამიანი. თუ კი ის თვითონ არ მოინდომებს ამას. ყველანი ვიცვლებით ერთ დროს ვიღაცას მოწონდა შესანიშნავი იყო ვორონცოვის ეპოქა, საოცრად აღტაცებული იყო აკაკი წერეთელი, ხო პოემაც უძღვნა ვორონცოვს, მაგრამ მე აღარ უნდოდა დამეხსენი ჩრდილოერო ყვიროდა, ხო? ასეა, შეუძლებელია რაც ერთხელ ადამიანს ებოძება, თუ კი ერთხელ იგი აღმოჩნდება რაღაც მდგომარეობაში, ადამიანის ბუნებაში არდევს, არ შეუქმნია ყოვლის შემძლეს ადამიანი იმგვარად, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ დაკმაყოფილდეს იმის, რაც მას იმ პერიოდში აქვს. ქართველი ერი ამ მხრივ პროგრესირებადი ერია, ჩვენ განვითარებადი ერი ვართ, ჩვენ არა ვართ დაბერებული და მკვდარი ერი, აი ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად. ჩვენი თავი უნდა დავარწმუნოთ ამაში. ახალგაზრდებზე კი არა, თქვენზე კი არ ვამბობ. ჩემს ასაკშიც კი, როდესაც 60 წელს ადამიანი გადაცილდება, მე ვხედავ იმას, რომ წინ უზომო პერსპექტივებია, წინ დიდი გზებია. დებოდა სკეპტიციზმი ჩვენს ისტორიაში, მაგალითად თავის დროზე წერილები 1918 წელს კონსტანტინე გამსახურდია წერდა, რომ ჩვენი ეროვნული ენერგია დაიშრიტა. სხვათა შორის ასევე წერდა ჩემს მიერ წეღან ნახსენები ნიკოლო მიწიშვილი 1922 წელს, რომ საქართველოს როგორც იდეა მოკვდა, ჩვენ არავითარი ინიციატივა ხელთ არ აგვაქვს. ჩვენ ინიციატივა ეს არის რეაქცია ჭიაყელისა, რომელსაც ფეხს აბიჯებენ. მადლობა უფალს და მადლობა ჩვენმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის. თავის დროზე აკაკი იყვირა, ხო? ავადმყოფი უწოდა თავის იმ ლეგს. მოდით ვთქვათ, რომ ქართველი მწერლები იმ პერიოდში უფრო დიდ მისიას ასრულებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ მხატვრული სიტყვის ოსტატები ასრულებდნენ ხოლმე ფურთხის ღირსიხარო, რომ თქვა, წარმოიდგინეთ, მაგრამ იქვე თქვა, არ მომკვდა რა მხოლოდ ძინავს.
პერიოდი, როდესაც ხელს ჩავიქნებთ, როდესაც შემოგვაწება სევდა, სამყაროული სევდა, ეს ადამიანისგან განუყოფელია, ხო? დღეს არ არის, ხვალ იქნება, მერე ისევ შეიცვლება ეს ყველაფერი. და ჩვენ უნდა მე არ მინდა ვინმე ჩავამართვას რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებულ ოპტიმიზმს გადაგებ, მაგრამ დაამტკიცა ჩვენს ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩემი თაობის პერიოდშიც კი ერთი თაობის მცირე მონაკვეთშიც კი დამტკიცდა რომ საქართველოს არ მომკვდარა, რომ საქართველოს პროგრესირებადია, რომ საქართველოს ვითარდება, რომ მას დაბერება არ უწერია. ილია როგორც ძანებდა ღმერთმან უკნას ტკბილად დააბეროს ჩვენიერიო. მე არ ამგონია ვინმე უფრო ღრმად იცნობდა ქართულს და უფრო გაგიჟებით ყვარებოდა ქართველი როგორც გრიგოლ რობაქიძეს უყვარდა. ის შენიშნავდა რომ ქართულში ერთნაირად ზის ლომი და მელა, ნიჭი და ყიყვი, სხვათა შორის გადაშლი რომელიმე ჰოლდენლის და იგივე წერს. ანუ ყველა ერთშია ეს. სამ დროში ცხოვრობს ადამიანი და სამყარო არსებობს სამ დროში მოგესწრებათ, ხო? ეს არის წარსული, ეს არის აწმყო, ეს არის მომავალი. რომელთაგან ფაქტობრივად რეალურად არც ერთი არ არსებობს. ერთი, რომელიც მარადიულად გიეს უცვალებლად არის უფალი ჩვენი, ხო? ეს აქსიომაა. ეხლა რატომ უნდა არსებობდეს ქართველი ერი? თუ კი მე ამ შემთხვევაში იმ სქემას ვემყარები, რომელსაც ნეტარი ავგუსტინი აყალიბებს თავის კონფესიონში, ანუ აღსარებანში და რომელიც ემყარება ძველ ანტიკურ ფილოსოფიურ აზროვნებას და არა მხოლოდ ანტიკურს. როდესაც აწმყო ჩავლილია და ის არ არსებობს. ხო, მომავალი არ არსებობს, ჯერ არ არსებულია. მაგრამ აწმყო შეიძლება ჩვენ დავიყვანოთ რაღაც ერთ ისტორიულ მდგომარეობამდე, ხო? მაგრამ ამ ისტორიულ მდგომარეობაში აქტივიზირებულია წარსული, ანუ არსებობს აწმყო წარსულისა, ჩვენ დღემდე დღესაც, აი ხო საუბრობთ არა, იქ წარსულში რო ქონდა საბჭოთა იმპერიაში რო ვიყავით, ხო? ის წარსული გარკვეულწილად აქტივიზირებულად მოქმედებს და არსებობს აგრეთვე აწმყო მომავლისა, რომელიც ჯერ არ დამდგარა და რომელიც მოდის და გამოიხატება ეს უმშვენიერეს ფორმულაში, ზოგისთვის სასაცილოდ აღებულ ფორმულაში, რომ საქართველოს უთუოდ გამწყინდება, რომ საქართველოს აქვს მომავალი, რომ საქართველოს არის წეღანად თქვი ჩვენ პროგრესირებადი, განვითარებადი ქვეყანა. აი გაიხსენეთ თომას მანის ის ცნობილი გამოთქმა ომის შემდეგ, სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არის, გერმანული კულტურა საკონცენტრაციო ბანაკებში არ ყოფილა. ეს თითქოს ნიუანსური განსხვავებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი რამაა, ხო? სად გააცნობიერებს, სად წარმოაჩენს თავის თავს, სად ამოიფრქვევა ვულკანივით ეროვნული ენერგია. გერონტი ქიქოძეს აქვს უმშვენიერესი გამოკვლევა, შეიძლება ითქვას ქართული და არა მარტო ქართული ესეისტიკის შედევრი, რომელსაც ეროვნული ენერგია ქვია. ის არ არის რომელიღაც ერთი ეპოქის აპოლოგია, არა, ის არის ერის რაობის, ერის თვითყოფადობის განსაზღვრელი ნიშანთვისებების მორგება ქართულ ფენომენზე. ეს ძალიან საინტერესო ნაშრომია და როდესაც ჩვენ დასაწყისში საუბრობდით იმაზე, რომ განათლება დიახაც, ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტურობის, ჩვენი იგივეობრიობის, ჩვენი ამ ქვეყნად არსებობის გამამართლებელი უამრავი დოკუმენტი. თუნდაც ის, რომ ქართველი ადამიანი დღეს არსებობს, ქართველი ადამიანი დღეს ქმნის მართალია გაჭირვებით, მართალია უმძიმეს მდგომარეობაშია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ნაკლულია ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაღაც აკლია ამას. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ქართველი კაცი დიახაც უნდა არსებობდეს.
ნუ მივეცემით ზედმეტ თვითგვემას მესმის როდესაც გრიგოლ რობაქიძემ ძალიან წარეთ უპასუხა ნიკოლო მიწიშვილს თავის მშვენიერ ესეით საქართველოს ხერხემალი დიახ ისიც გაჩერდა იცით იმ ადგილზე სადაც წეღანმე გავჩერდი ვეფხისტყაოსზე და ნიკოლო მიწიშვილმა ნიში მოუგო კი მაგრამ აქეთ რატო არ მოდიხარო აქეთო სადა აქეთა ისტორია სადა ღვთისხელი აქეთა ისტორიაშიო ჩემი მასწავლებელი აკაი გაწერილია სულ ამბობდა ხოლმე რომ ჩვენო პლანეტებიო არ დაგვიზვერავსო და ესა რა ქვიან კოსმოსური ხომალდებით არ მოვივლიაო ცისკიდეო მაგრამ ის რაც შეძლო ქართულმა ცნობიერებამ ის რაც შეძლო ქართულმა კულტურულმა ფენომენმა ეს ხომ დასაფასებელია მოვა დრო თანამედროვე მსოფლიო იმდენად დავიწროვდა და ეს იმდენად გავრცელებული აზრია რომ დღეს კომუნიკაცია იმდენად არ ჭირს ჩვენ გვჭირდება თავის გამოდება და პრობლემა სად არის იცით პრობლემა არის იქ რომ რაღაც პერიოდში მე ქართულზე არ ვამბობ აი ფრანგებზე ხო მაგალითად ფრანგებმა უღალატეს თავის თავს იუგო წერდა ხო როდესაც რესტავრაციის პირობებში გააყვნენ კვლავ ლუი ფილიპეს ხო თავის თავს უღალატა ფრანგმა ერმაო ასეთი რამ შეიძლება და მომხდარიყო განსაკუთრებით ფოთავენ უცხოეთში მყოფი ქართველები რომ ცოტა ხანში ჩვენ დავივიწყებთ ქართულ ენას რომ ჩვენ წაგვართმევენ ეროვნებას სულ ტყუილია ბატონებო მე ვეუნები ნიუ-იორკის ცენტრში ცხოვრობს შესანიშნავი ქალბატონი პატრიოტი რომელიც ხშირად მესაუბრება ხოლმე ეჭვით შეტანაც შეუძლებელია მის პატრიოტობაში ჩინებული ქართულით მეტყველებს აზროვნებს ჩინებული ქართული ცნობიერებით და მე მას ვეუნები კი მაგრამ თქვენ შუაგულ ნიუ-იორკში 20 წელიწადია ცხოვრობთ და ერთი ნერვი არ გაწყვეტილა თქვენში ქართული მიაგერ გლდანში ჩემს პატარა მასში ცხოვრობ რა ქვია სახლში მთელი ამერიკა თავისი ნატოთი რო დამადგეს თავზე ვინ შემაცვლევინებს ან ქართულ ენას მინდა მავიწყებს ან ბოლოს რა არგუმენტით ჩებათ იცით თით იშვერენ ახალგაზრდებისგენ ამბობენ არა ჩვენ არა იმიტომ რომ ჩვენ უკვე ცხოვრება გავიმრე ახალგაზრდა კი მაგრამ მე ვინ მომცა იმის უფლება უკვე ხანში შესულ ადამიანს ჩემს შვილებზე და შვილიშვილებზე ვიფიქრო უკეთური და ვთქვა რომ ის რაღაცით ჩემზე უარესია და ჩემზე უკეთესი არ არის როგორ შეიძლება ჩემზე უკეთესი არ იყოს შვილების თაობა და შვილიშვილების თაობა ასეთი რამ კაცობრიობას არ ახასიათებს კაცობრიობის არსი მარად განახლებადია მარად პროგრესირებადია კი ხანდახან არის უკანსვლაც არის წაფორხილებაც არის აი აკაკისეული განცდა ის იმ ლექსში რო არის ვედრება ქვია იმ ლექსს ძმაო მკითხველო აი ესე იწყება ეს ლექსი ფურთხის ღირსი ხარო რაზეა იცით საუბარი რატომღაც ჩვენს პოლიტიკოსებს მხოლოდ ფურთხი არ სწენდებათ იქ არაო თუ კაცი ნახე დაცემულიო პირდაპირ უხეშად გვეუნება აკაკი ხელი შეაშველეო იმასო და მიეხმარე წამოდგომაშიო თუ წამოდგომა მოინდომაო აკურთხეო და იმედი მიეციო ხოლო თუ წამოდგომა არ მოინდომაო მაშინ უთხარიო ფურთხის ღირსი ხარო და რატომ ელაპარაკება იმდროინდელ საქართველოს იცით ფურთხის ღირსი ხარო იმიტომ რომ ერთი პერიოდი აკაკი აღფრთოვანებული იყო ვორონცოვის რეფორმებით და რო გავიდა დრო და რო დაინახა რომ თურმე ამ რეფორმებმა კიდევ უფრო ბანგი შეჰყარა ქართველ ერს კიდევ უფრო მეტად მიაძინა მაშინ ათქმევია ქართველ ერს უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით გულს თუ დამადგა ვერ დავახველო ამას კი გეტყვი გინდა მომკალი ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო წამოდგომა რომ არ გინდაო იმიტომ კი არა რატომ დაეციო დაცემა სხვა არის შეიძლება ყველამ წავიფორხილოთ შეიძლება რაღაც ავანტყოფობამ დაგვაგდოს ძალა შეიძლება გონება დავკარგოთ მეფელირივით ხო გადავირიოთ შეიძლება ეს არ არის ტრაგედია ისაა როცა კაც წამოდგომა არ უნდა მე იმ თაობის ადამიანი ვარ რომელმაც ნახა
ფეხზე წამომდგარი საქართველო და არ არსებობს ძალა, რომელიც დამაეჭვებს მის მომავალში. ჩვენში ჩამოყალიბებული ფსევდოპოლიტიკური ელიტა, რომელიც რეალურად ნამდვილად არ წარმოადგენს საზოგადოების ჩვეულ ნაწილს, არც ინტელექტით, არც გაქანებით, არც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ძალიან უყვართ გამოთქმა ჩვენთან კრეატიული და ყველა ვისაც ოდნავ მაინც არ აწუხებს თავმდაბლობის გრძნობა, საკუთარ თავს მოიხსენიებს როგორც კრეატიული, ანუ შემოქმედებითი პიროვნება. სამწუხაროდ საქართველოს ამ მხრივ განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტას ძალიან მწირი ისტორია აქვს და არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ისტორია საკმაო ხანს მიძინებული იყო. და ის რაღაც საკრალიზაცია ყოველგვარი უცხოურის მიმართ, სხვათა შორის ეს ჩვენს ფსიქოლოგიაში ძდევს, ხო, საუცხო, ხო, საჩინო, გამოჩინებული ჩინო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მრავალი უბედურების შედეგია, აღძრავს პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით პირმოთნეობას, ძალისადმი, ის ძალა ეკონომიკურია, სამხედროა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. უპირატესობებისადმი, რაც მათ გააჩნიათ, სხვათა შორის ეს ასე იყო. და არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც ასე იყო. და დღეს ეს ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებისთვის არის დამანგრეველი პროცესი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, ადამიანი, რომელიც შეხურებს დასავლეთის სახით მეგობარს, დამხმარეს, ფარველს, სამწუხაროდ უფრო ფარველს ვიდრე მოკავშირეს, უცებ აღმოჩნდება იმ ფაქტის პირისპირ, რომ ისინი თითქოს ცეცხლით და מחვილით ებრძვიან ჩვენს იდენტურობას, ჩვენს ნაციონალურ თავისებურებებს, ჩვენს მიდრეკილებებს, რომელიც შესაძლებელია არავისზე უკეთესი არაა, მაგრამ არც არავისზე უარესია, ეს ნამდვილად ასეა, ნამდვილად. ყოველგვარი უცხოურისადმი გადაჭარბებული პირმოთნეობა, მონური ქედის მოდრეკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის, ამას განსაკუთრებით შემდეგაც გრძნობდნენ თერგდალეულობის შემდგომი თაობა, მხედველობაში მყავს რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ჩვენი შესანიშნავი გერონტ ქიოძის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თაობა. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა. დღეს, მაგალითად, განსაკუთრებით ეს ჩანდა რუსეთთან მიმართებაში უფროსი ძმა, ჩვენი რევიზორი კრემლიდან რო ჩამოვიდოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ ეს იმდენად ჩვეულებრივი ნორმად ითვლებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთეულები საუბრობდნენ ამაზე. აი ახლა, როდესაც უკვე ჩვენ ასეთი მორჩილებით, ასეთი არაღირსეული, ასეთი გამაღიზიანებელი, შიგნით შფოთის დამთესი გაღიზიანებით, რომ უცხერით ხოლმე ზოგიერთ უცხოურ წამოწყებას და ისე როგორც უცხოურ კაპიტალს, საერთოდ, ხო, ეს უბედურება, ეს ტრაგედია ტრიალებს დღეს სოფლიოში, ხო, ფულის ფეთიში, ეს ბევრ ამასთან არის დაკავშირებული, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ერის ცუდ თვისებასთან და ცუდ თვისებაზე დამოკიდებული. ერთი რამ უნდა გვავიწყდება, რომ წეგან აღნიშნე, ჩვენ პოლიტიკური ელიტა არ გვყავს. ეს სამწუხაროა და სხვათა შორის არავისთვის შეურაცხყოფელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, რომ არ გვყავს. სამწუხაროდ გაუნათლებელი პოლიტიკური სპექტრი გვყავს. ძალიან სამწუხაროა, რომ მე ამას ვამბობ, არავითარი ნიშნის მოგება ამაში არ არის, მათ ელემენტარული რამ არ იციან. ელემენტარული რამ მიდის ის იქნება მოსკოვში თუ ვაშინგტონში და აქ რო ბრუნდება გონიათ რომ ყველანი ისე ბრიყვები ვართ რომ ეს უნდა და ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მოკავშირე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. არ არის ასეთი ცნება დიდსა და პატარა ქვეყანას შორის არის თავისი დაუწერელი
შეიძლება გაუშიფრავი, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც ქართულ ანდაზაში შესანიშნავად გამოიხატება დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდი გასვლია მართალი. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ეს ხილული ფიზიკური თვალითაც კი იგრძნობა, როდესაც ისინი ხვდებიან უცხოელ სტუმრებს. ან როგორ მიმართავენ ამ უცხოელ სტუმრებს, ან როგორ იქცევიან მათ წინაშე, როგორი ქედ დადრეკილნი, კი, მოდით ასე ვთქვათ, მაშინ, აბა როგორ გონია თქვენ, როდესაც ჩადიოდა ერეკლე შახის კარზე, როდესაც ნადირ შახს ავღანეთის ომში ყავდა წაყვანილი რა, გულით უნდოდა, მაგრამ სამშობლოსთვის აკეთებდა ყველაფერ ამას. გასაგებია, ეს მომენტიც არის, ჩვენ და სამწუხაროდ კიდევ ისევ დაუბრუნდები იმ თემას, თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ ჩვენ საგანძურს, ჩვენ ნახავთ, რომ სამწუხაროდ ისე როგორც ისტორიულად დღეს ჩვენ ფაქტობრივად მოკავშირე არ აგვყავს. ჩვენ ვართ ისევ იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი მეფეები დაეძებდნენ მფარველს, როგორც თეიმურაზ პირველი დაეძებდა მფარველს, როგორც თეიმურაზ მეორე დაეძებდა მფარველს, როგორც დაეძებდა ჩვენი სახელმწიფო ელიტა მე-16 და მე-17 და მე-18 საუკუნეში მფარველის ძიებაში ვიყავით. მოკავშირის ძიება ფუფუნება იყო, ხო? მოკავშირე გარკვეულ თანაბარ რანგს გულისხმობს. ჩვენ ერთხელ შევძერით, ერთჯერ და ორჯერ, სულ რაღაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ერთი იყო დავით აღმაშენებლის და ჯვაროსნების ურთიერთობა, ეს იყო მოკავშირეების ურთიერთობა და მეორე იყო თამარ მეფის ფიცის წიგნი დადებული სალადინთან. ესეც მოკავშირეების თანაბარი ძალის მქონე ხელმწიფეების ხელშეკრულებანი იყო. იმის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად არ ვქონია, დღესაც არა გვაქვს, ეს უნდა ვაღიაროთ. რას გულისხმობს ევროპული საქართველო და ქართული ევროპა? ეს გულისხმობს სრულ თანასწორობას კანონთან მიმართებაში. არავით არის მე, ყველა თანასწორია კანონთან მიმართებაში. ეს გულისხმობს განათლების განუყოფელ უფლებას ღარიბებისთვის, ხელმოკლეებისთვის და ჩავთვალოთ, რომ ჩვენ თუნდაც არავით არ ევროკავშირში არ მიგვიღონ, ჩვენ ვიცხოვრებთ ევროპულად. ჩვენ ხო ევროპაში ყოფნა იმისთვის გვინდა, რომ ევროპულად ვიცხოვროთ. ჩვენ ევროპული ცხოვრება გვინდა უწინარესყოლისა, ევროპული ცხოვრების დონე, ევროპული უფლებები მინდა მე მოხუც ადამიანს, მე ვიცი რას ნიშნავს წამალი და რას ნიშნავს საავადმყოფო, ჩვენ მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. თორე დანარჩენი რაც შეეხება კულტურასთან ზიარებას, ჩვენ ასევე აზროვნების თვალსაზრისით და კულტურის თვალსაზრისით ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული პერიოდი ჩვენ მქონდა უახლოესი ურთიერთობა ირანულ კულტურასთან, ხო, სპარსულ კულტურასთან. ჩვენ მქონდა მიდრეკილება ერთხელ თვალი გაგვექცა იქეთ. ესი არაკი მართალი ჩინს ქვასას ზედა წერიაო რუსთველი როწერს ჩინეთზეა ლაპარაკი. კონფუციანელობა პლატონზე უკეთესად უნდა ვიცოდეთ. კონფუცი ჩვენ თუ გვინდა, კარგი ცხოვრება თუ გვინდა, ევროპული ცხოვრება რატო გვინდა, იცით? პლატონს ყოველთვის წაიკითხავენ. პლატონს კითხულობენ აფრიკაშიც, პლატონს კითხულობენ სამხრეთ ამერიკაშიც და ჩრდილო ამერიკაშიც. ეს კი არ არის მთავარი, რომ ჩვენ სულ ისედაც მივიღებთ სულიერი თვალსაზრისით. ევროპასაც მივიღებთ, ამერიკასაც მივიღებთ. კაციშვილმა არ იცოდა საქართველოში სამხრეთ ამერიკული კულტურა რას ნიშნავდა და 70-იანი წლებიდან მოყოლებული დაიპყრო მთელი საქართველო. რატომ? იმიტომ რომ დიდი კულტურაა, მაღალი კულტურაა და ჩვენ უნდა ვეზიაროთ ამ კულტურას და ეგ პრობლემა არ არის. ევროპა უწინარესყოლისა ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანური უფლებები და ეს არის რაც მთავარია ცხოვრების მაღალი სტანდარტი. აი ეს გვინდა. ევროპელები ისედაც ვართ, კაცო, თუ განათლებას მე მაგალითად მიღებული მაქვს ევროპული განათლება. მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე საბჭოთა კავშირში და გავიზარდე. განათლება საქართველოში იგივე საბჭოთა პერიოდის განათლებაც ეს იყო პროფესიული განათლების ნაირსახეობა. უფრო სწორედ თუ ძირს ჩავყვებით კლასიკური ბერძნული განათლების ნაირსახეობა იყო. ჩვენ ამ თვალსაზრისით რაიმე ახლის გამოგონება არ შეგვიძლია და არც ხელგვეწიფება და ძალიან რომ მოვიდომოთ უახლოეს 50 წელიწადში კონფუცის და ლაოძის ვერ გავიხდით ჩვენ პლატონის მონაცვლედ საქართველოში, ხო? ჩვენ ქრისტიანული კულტურა ვართ. ჩვენ გავიზარდეთ ევროპულ ლიტერატურაზე, სწავლობდით ევროპულ ენებს და
ეხლა თუ კი რამე გვინდა ჩვენ დღეს ევროპიდან ეს არის რა იცით არაფერი არ გვინდა ადამიანის უფლებები იყოს ისე დაცული როგორც ევროპაში ანუ თავშესაფრის გარეშე საჭმელის გარეშე და წამლის გარეშე არ მოკვდეს ადამიანი უწინარეს ყოვლისა ეს გვინდა ასეთი ევროპულობა გვინდა და მეორე და თვეში მინიმუმ 800 евро საარსებო მინიმუმი. უკვე ევროპაში ვიქნებით, არავის დახმარება არ დამჭირდება მე. როგორ ვიკითხო არისტოტელი, ჰომეროსი, ბალზაკი, მარკესი თუ ისა ევროპელი ვიქნები, როგორი მხარგასრილი იცით? ისინი რო არიან დღეს რო ჩამოდიან და დამტრეული ქართულით რო გველაპარაკებიან, იმაზე 1000 ჯერ უკეთესი ევროპული, მაგრამ როგორ შეიძლება მშიერი ღარიბ ღატაკი ადამიანი, რომელიც შინიდან ვერ გამოდის იმისათვის რომ შეიძინოს რაღაც ახალი გამოცემა შეიძინოს როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ევროპელობაზე ვილაპარაკოთ უყურეთ მას აქვს რა ქვიან ვეფხისტყაოსანში არის ასეთი განცდა პერსონაჟისა ავთრთოლდი ავდექ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი დააკვირდით ავდექ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი რაღაც სიტუაციაში ადამიანი ხარ ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ვერც ფეხზე დგები გაშინებს გაფორიაქებს დიახაც ახალგაზრდას უნდა აფორიაქებდეს ეს და მიმართავ ახალგაზრდებს ნუ შეგეშინდებათ უპასუხო დარჩენილი შეკითხვების თუკი ჩვენ სწორ არჩევანს უძირითადად საკითხები, უძირითადესი გზები უკვე ჩანს ხომ? ამ გზაზე არ წახვიდე გეუნებიან ამ გზაზე უნდა წახვიდე იქეთ და იღუპები იქეთ ის არ იქეთ. ძირითადი გზები კაცობრიობამ გაკვალა და გაკვალულია. აი იქ არ შეგვეშალოს ჩვენ თორე დანარჩენი ჩვენ ისე წავალთ ამ ქვეყნიდან რომ სამარეში ჩავიტანთ ბევრ შეკითხვაზე პასუხს თავარია შეკითხვები არსებობდეს, თავარია ძიების პროცესი. ანუ როგორ ჩვენი დიდი მამა და მასწავლებელი ითხოვდა წმინდა ილია მართალი. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და მაჯისცემის მიცემა. აი ეს მოძრაობა შეკითხვიდან რო იწყება.